დიდი მადლობა, ქალბატონ ნათია სესკურია, უსაფრთხოების კვლევების რეგიონული ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენი დროისთვის. ნათია, თქვენ ესწრებოდით მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, ცხადია მთელი მსოფლიო სამყაროს ყურადღება იყო მიუნხენისკენ მიმართული და მოდით გამოვყოთ ძირითადი ჰაილაითები, რა იყო დამაბნეველი ამ კონფერენციაზე მათ შორის და რა იყო, ასე ვთქვათ, მოსალოდნელი, რაზეც, ასე ვთქვათ, მზადყოფნა შეინიშნებოდა. კი ბატონო, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ბევრი მოულოდნელობით იყო სავსე. პირველ რიგში ალბათ ვიტყოდი იმას, რომ მთავარი მოლოდინი იყო ის, რომ გაჟღერდებოდა დეტალები სამშვიდობო შეთანხმების უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ასე არ მოხდა და პირველი ასე ვთქვათ შოკი იყო ის, რომ როდესაც ჯეიდი ვანსი გამოვიდა და სიტყვით მიმართა დამსწრეს საზოგადოებას, საერთოდ მას არ უხსენებია უკრაინის კონტექსტი, რაც იყო ძალიან დიდი მოულოდნელობა, ვინაიდან მთელი მედია, პრესა, ანალიტიკოსები ყველა ელოდებოდა იმას, რომ სწორედ ამ გამოსვლის დროს გავიგებდით ჩვენ დეტალებს თუ რა შეთანხმებაზეა საუბარი. ეს საკითხი დარჩა ბუნდოვნად, თუმცა ალბათ მთავარი მოვლენა იყო სწორედ ჯეიდი ვანსის გამოსვლა, რომელიც ვიტყოდი, რომ უფრო რადიკალური იყო, ვიდრე ამის მოლოდინი იყო, ვინაიდან ეს გამოსვლა თავად თვითონ მთელი სპიჩი, რაც მან წარადგინა მიუნხენის კონფერენციაზე, არ შეესაბამებოდა საერთოდ აი ამ კონფერენციის არსს, ფორმატს, ვინაიდან ეს იყო უფრო თითქოს უფრო ამ უმრჩეველზე გათვლილი სპიჩი იყო, ვიდრე ვთქვათ იმ საზოგადოებისთვის მიმართვა, რა საზოგადოებაც ესწრებოდა ამ კონფერენციას, როგორც მოგეხსენებათ, აბსოლუტურად თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ლიდერი იყო ამ დარბაზში და შესაბამისად მოლოდინი იყო, რომ იქნებოდა უფრო მეტი აქცენტი თავად ამ კონფლიქტების მოგვარების საკითხზე, როგორც ვთქვათ, ღაზას კონფლიქტზე, ისე უკრაინის ომზე რასაკურველია და ალბათ უფრო იმედი იყო გარკვეული, რომ უფრო პოზიტიურ ჭრილში იქნებოდა განხილული, ვთქვათ, ეს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალი. თუმცა ამ კუთხითაც ბევრი ნეგატიური მესიჯი გაჟღერდა. პირველ რიგში იყო, ვთქვათ, ვიტყვი პირდაპირ, რომ შეტევა დემოკრატიულ ღირებულებებზე, ევროპულ ღირებულებებზე, რადგან ჯეიდი ვანსმა აღნიშნა, რომ იგი არ იზიარებს მაგალითად იმას, რომ რუმინეთის არჩევნების შედეგები იქნა კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებული. მან საკმაოდ სარკაზმით აღსავსე განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ თუ თქვათ, თქვენ თვლით, რომ დეზინფორმაციის მეშვეობით რუსეთს ან რომელიმე სხვა აქტორს შეუძლია დახარჯოს თანხები და ამით შეარყიოს თქვენი დემოკრატიული ღირებულებები, მაშინ ალბათ საჭიროა, რომ რუსეთს კი არა გადახედოთ პირველ რიგში თუ რამდენად მყარია თქვენი დემოკრატია. და შესაბამისად ეს განცხადებები ამ განცხადებებმა ვიტყოდი, რომ განსაზღვრა შემდგომი დღეების განწყობა შემდგომ უკვე თითქმის მთელი კონფერენცია იყო აი ამ სწორედ ამ განცხადებების გარშემო და ევროპელი ლიდერები ზოგი უფრო პირდაპირ და კრიტიკულად, ზოგი უფრო შემოვლით ცდილობდნენ რომ ეპასუხათ ჯეიდი ვანსის გზავნილებისთვის შფოთვა იგრძნობოდა, ვიტყოდი ასე, რა თქმა უნდა, მთელი ზეწოლა არის იმაზე, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს თავისი თავდაცვის ბიუჯეტი და უფრო მეტი დახარჯოს უსაფრთხოების მიმართულებით და ერთი მთავარი მესიჯი, რაც არაერთხელ გაჟღერდა, იყო ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხედვით უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფა დააწვება მხრებზე მთლიანად ევროპას. და შესაბამისად დღესაც ალბათ როგორც იცით პარიზში იმართება საგანგებო შეხვედრა და ეს შეხვედრაც არის სწორედ აი ამ მიუნხენის კონფერენციაზე გაჟღერებული მესიჯების შემდგომი follow-up, ასე ვთქვათ, განხილვა და ნათია, აი უკრაინასთან დაკავშირებით რომ დავკონკრეტდეთ, ახლა რაღაცა მოლოდინები ცხადი არსებობდა იმის გათვალისწინებით, რომ მესამე წელი სრულდება რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან უკრაინაში, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ ომმა, თითქმის ნახევარი ქვეყანა გაჩანაგებულია. რა უნდა მოხდეს, როგორ უნდა გადაწყდეს, ასე ვთქვათ, სამშვიდო ან მშვიდობის საკითხი
როგორ გესახებათ თქვენ და იქ ვისთანაც გქონდათ კომუნიკაცია და საუბარი, აი როგორი იყო მაგალითად მათი ხედვები ამ თემაზე? მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის პირადად, ჩემი აზრით, სოლიდური უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ამ კონფლიქტის მოგვარება, ამ ომის გადაწყვეტა არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, რადგან მე არ მჯერა, რომ რუსეთი ვთქვა აქ გაჩერდება, რუსეთის ამბიციები არის ბევრად უფრო შორს მჭრეტელი, შესაბამისად მგონია, რომ ტრამპის აი ამ დამოკიდებულებას პუტინი მხოლოდ თავის სასიკეთოდ გამოიყენებს. ამ ეტაპზე პუტინს აწყობს ამ კონფლიქტის ომის გაყინვა, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ რუსეთში ძალიან ბევრი პრობლემაა. შესაბამისად, თუ ვთქვათ, პუტინი მიიღებს იმ მოცემულობას, რომ ეს უსაფრთხოების გარანტიების საკითხი დარჩება ბუნდოვნად და შესაბამისად მას მისცემენ იმ ტერიტორიებს, რა ტერიტორიებსაც დღეს რუსეთი იკავებს, ეს იქნება პუტინისთვის გამარჯვება, რასაც იგი ძალიან კარგად გაყიდის და მიყიდის რუსეთის საზოგადოებას, ამას ჩაიწერს როგორც მის ერთ-ერთ მიღწევად და შემდგომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ საკითხს და ეს შეუქმნის ევროპულ უსაფრთხოებას არა მხოლოდ უკრაინას, რა თქმა უნდა და მე უკრაინის საკითხს არ განვიხილავ შავი ზღვის და ევროპის უსაფრთხოების საკითხისგან განცალკევებულად, ეს პირდაპირ მასშია და კავშირში აუცილებლად დადგება როგორც შავი ზღვის უსაფრთხოება, ისე ევროპული უსაფრთხოება ეგზისტენციალური საფრთხების წინაშე და უკვე დგას. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი გარანტია, უსაფრთხოების გარანტია არის ნატოში ინტეგრაცია, ეს ცალსახაა, მაგრამ ამ საკითხზე მე არ მგონია, რომ სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ რაიმე პროგრესის მიღწევა იქნება შესაძლებელი, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატების ტრამპის ადმინისტრაციას აქვს, როგორც ჩანს, საკმაოდ ისეთ ჩამოყალიბებული აზრი იმის შესახებ, რომ ნატოში ინტეგრაციის საკითხი ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არც უნდა იყოს საერთოდ დღის წესრიგში დაყენებული. როდესაც საკითხი დგება, რომ თუ ნატო არა ამ შემთხვევაში, მაშინ რას სთავაზობთ უკრაინას და ეს შეკითხვები ძალიან ბევრჯერ დავსვი, როგორც ღიად, ისე პირად საუბრებში, სამწუხაროდ ძალიან დიდი ბუნდოვანება არსებობს და ვერც ერთხელ ვერ მივიღე, ასე ვთქვათ, ესეთი კონკრეტული საკითხი. ამის შესახებ დღესაც იქნება სავარაუდოდ მსჯელობა პარიზში, თუმცა საკმაოდ ალბათ ჩემი აზრით ძალიან ნეგატიურია, რომ სწორედ ამ ეტაპზე იწყება ამ საკითხზე მსჯელობა და ჯერჯერობით არანაირი კონტურები არ არსებობს თუ რა შეიძლება შესთავაზონ უკრაინას. ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს, რომ ეს გარანტიები სწორედ უნდა წამოვიდეს ევროკავშირისგან და არა, ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ნახოთ რა შესთავაზებენ უკრაინას, თუმცა ზელენსკი საკმაოდ დაძაბული ჩანს და ასეც უნდა იყოს. ორ შეხვედრას დავესწარი, სადაც სხვადასხვა ფორმატებში ერთ დახურულ მეორე ღია ფორმატში მან ისაუბრა ამ თემაზე და ის ამ სამშვიდობო შეთანხმებას არ განიხილავს უსაფრთხოების გარანტიების გარეშე. მან აღნიშნა, რომ როდესაც პუტინის და ტრამპის საუბარი შედგა, შემდგომ ესაუბრა იგი ტრამპს. ტრამპმა თქვა, რომ მას ჯერა, რომ პუტინს სურს ამ ომის დასრულება და უსაფრთხოების და სამშვიდობო გეგმაზე ხელის მოწერა, თუმცა ზელენსკიმ ასე თქვა, რომ მე ტრამპს უთხარია, რომ კრემლი პუტინი იტყუება, ვინაიდან არაერთხელ ყოფილა, თქვათ, იგივე ტიპის მოლაპარაკებებში შესული პუტინი და შემდგომ კი ვიცით, როგორც დასრულდა ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, მე ტრამპს ვთხოვეო, რომ ცოტა უფრო სკეპტიკურად მიუდგეს აი ამ მზაობას, რასაც ვითომ კრემლი გამოხატავს. იგრძნობოდა ძალიან, რომ უკრაინის დელეგაცია ამ საკითხზე იყო საკმაოდ ისეთი ცდილობდა, რომ ყველანაირად მობილიზება მოეხდინა ევროპელი და ამერიკული დელეგაციის ყურადღებისა, თუმცა როგორც ვთქვი, მე ამჯერად პასუხი ვერ მივიღე, რომ რაიმე კონკრეტიკა დღეს არსებობს ამ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ნათია, როგორ წარმოგიდგენიათ, პრინციპში გასაგებია, რომ აქ არ იყო არანაირი კონკრეტიკა და ყველაფერი არის ბურუსით მოცული, მაგრამ რა ვარიანტებია, რა სცენარებია უკრაინის უსაფრთხოებისთვის ზოგადად, რაზე მიდის ამ მსჯელობა
იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მაგალითად ევროპული უსაფრთხოების ძალები, ანუ ევროპელი ჯარისკაცების გარკვეული რაოდენობა განლაგდეს თვითონ უკრაინაში სამშვიდობო მანდატით. იყო კიდევ სხვა ვარიანტი ნატოსთან მიმართებაში, თუ კი ნატოს წევრი ვერ გახდა უკრაინა, ვინ იქნება მისი უსაფრთხოების გარანტორი? მართლა ნიშნავს თუ არ ჩვენი საუბრის თავს დასაწყისს რომ დაუბრუნდეთ, ვინ თუ არავინ არ იტვირთა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთი ამით გაჩერდება და არ წავა მაგალითად კიდევ უფრო წინ. ხო? ანუ ეს უამრავი კითხვა არის დაგროვილი, მესმის რომ ყველაფერზე პასუხი თვითონ მიუნხენის კონფერენციაზე არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უსაფრთხოების წრეებში, ანუ უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე წრეებში ალბათ გარკვეული აზრთა გაცვლა, გამოცვლა იყო ამ თემაზე, ხო? კი, ცალსახად, როგორც თქვი, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი განხილვადი საკითხი ამ კონფერენციაზე. თუმცა მე მგონია, რომ ევროპელი ლიდერები აცნობიერებენ ამ საკითხის პრიორიტეტულობას და ვთქვათ იგივე ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ ევროკავშირის წევრმა ნატოს წევრი ქვეყნებიდან სხვადასხვა ლიდერები ამბობდნენ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესი არის შეუქცევადი და საკმაოდ კრიტიკული პასუხები იყო ვთქვათ იმ წინა განცხადებების შესახებ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა გააჟღერა უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე. თუმცა ამ საკითხზე ის უნდა აღინიშნოს, რომ კონსენსუსი აქამდეც არ ყოფილა, ბაიდენის ადმინისტრაციის დროსაც არ ყოფილა, ვთქვათ, კი, ჩვენ გვაქვს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, შემდგომ ძალიან ბევრი წელი, ვთქვათ, ეს იგივე მესიჯის გადაჟღერება მიდიოდა. ახლა ვთქვათ, რა თქმა უნდა, ამ საკითხმა უფრო დიდი პრიორიტეტულობა შეიძინა, თუმცა თავად ნატოშიც გარდა ვთქვათ, რომ გამოვყოთ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომა, ისედაც არ არსებობდა კონსენსუსი. აქედან გამომდინარე, ამ ვითარებაში, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციას უკვე განსხვავებული მიდგომა აქვს, ეს საკითხი კიდევ უფრო ბუნდოვანი ჩანს. ამ გარდა ვთქვათ ნატოში გაწევრიანების საკითხისა, ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა იმის შესახებ და პირად საუბრებშიც აღნიშნავდნენ, რომ აუცილებელია უკრაინისთვის ვთქვათ იგივე სამხედრო ინდუსტრიის კუთხით დახმარების გაწევა, ეკონომიკური დახმარება და ასე შემდეგ, თუმცა როგორც თქვი, ძალიან ბუნდოვანია, ვთქვათ, კონკრეტულად რა იქნება, თუნდაც ვთქვათ, ევროკავშირის პერსპექტივიდან, ევროკავშირის ქვეყნების პერსპექტივიდან ის პაკეტი, რასაც შესთავაზებენ და რამდენად უზრუნველყოფს ეს უკრაინის უსაფრთხოებას. ერთია, ვთქვათ, თავდაცვის უნარიანობის გაზრდა და უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის განვითარება, თუმცა ეს არ არის, ვთქვათ, უსაფრთხოების, ეს მე ამას არ მივიჩნევ როგორც უსაფრთხოების იმ გარანტიას, რაც შემდგომ უკრაინას დაეხმარება იმისთვის, რომ მოიგერიოს რუსეთის შემდგომი აგრესია. რაც შეეხება ჯარების განლაგებას, აქ ვთქვათ, ყველაზე ესეთი განცხადება იყო კირ სტარმერის განცხადება, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რომელმაც ესიერად აღნიშნა, რომ მზად არის განიხილოს ეს საკითხი და მზად არის საჭიროების შემთხვევაში ამ სამშვიდობო შეთანხმების აღსრულების კუთხით ბრიტანეთმა განალაგოს უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები. ამას რამოდენიმე ქვეყანა ამ საკითხს მხარს უჭერს, თუმცა ალბათ ესეც იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც დღეს განიხილავენ და რა თქმა უნდა დღევანდელი დღით არ დასრულდება ეს გაახილვები. როგორც თქვი, ძალიან დიდი დაძაბულობა იგრძნობა თავად ევროპის ქვეყნების ლიდერებს შორის, როდესაც ლიდერებში, რადგან დიდი ზეწოლაა იმის შესახებ, რომ თავად ევროპამ უნდა გადახედოს თავის პრიორიტეტებს, უფრო მეტი თანხები გამოყოს უსაფრთხოების მიმართულებით და უფრო მეტი ამ კუთხით უფრო მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს თავად უკრაინასთან მიმართებაში. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი, ასე ვთქვათ, მოცემულობა ლაგდება
ევროპაში გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპის ადმინისტრაციას აქვს საკმაოდ ესეთი ვადები, რა ვადებში შეიძლება შეთავაზონ უსაფრთხოების გარანტიები ევროპული სახელმწიფოების ლიდერებმა უკრაინას? კი ბატონო, ზოგადად ეს პროცესები საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სწრაფად იქნას მიღებული გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ ესე მარტივად არ იქნება, ვინაიდან დღესაც ლავროვმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი არ აპირებს არაფრის დათმობას, შესაბამისად ტერიტორიული საკითხთან მიმართებაში განსაკუთრებით, რაზეც ზელენსკიმაც აღნიშნა, რომ ზელენსკის ცოტა შერბილებული აქვს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს უსაფრთხოების გარანტიები არის ამოსავალი წერტილი უკრაინისთვის, აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ თქვათ ეს ტრამპის ადმინისტრაციის სიჩქარიდან გამომდინარე, მაინც სწრაფად მოხდეს ამ საკითხთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღება, თუმცა გონია, რომ აი უკვე მომდევნო კვირებში გამოიკვეთება გარკვეული კონტურები, რადგან როგორც იცით, შეხვედრა იქნება ჩანიშნული. ჩვენ არ ვიცით ასევე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ის, რომ უკრაინა მაგალითად ამბობდა იმას, რომ აუცილებელია და ფაქტიურად წითელი ხაზია ის თუ უკრაინა არ იქნება წარმოდგენილი ამ შეხვედრაზე და ასევე ევროკავშირის ქვეყნების ჩართულობაზე აკეთებდა აქცენტს ზელენსკი, თუმცა მაგალითად, როდესაც დაანონსდა უკვე საუდის არაბეთში დღევანდელი შეხვედრა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აბსოლუტურად არაფერი არ იცოდა მან ამ შეხვედრის შესახებ და კვლავ გაიმეორა, რომ მიაჩნია, რომ უკრაინის გარეშე ასეთი მოლაპარაკებები არ იქნება უბრალოდ შედეგიანი. მე მგონი პროცესები და ჩვენ ალბათ სავარაუდოდ ვნახავთ უკვე პირდაპირ შეხვედრას ლიდერებს შორის, სადაც იმედია, რომ ეს შეხვედრა არ იქნება ორმხრივი და მინიმუმ იქნება ცალმხრივი უკრაინის პრეზიდენტის ჩართულობით და რასაკვირველია სხვა მხარეების მონაწილეობით. ნათი, აუცილებლად უნდა გკითხო კიდე ერთ საკითხზე, რომელიც ჩვენ გვეხება პირდაპირ ცხადია, ეს არის შავი ზღვის უსაფრთხოება. მიუნხენის კონფერენციაზევე 2007 წელს პუტინის ცნობილი განცხადების შემდეგ ევროპის საზღვრების ურღვეობის თემაზე მალევე მივიღეთ ომი 2008-ში საქართველოში, მერე 2014-ში ყირიმის ოკუპაცია, ანექსია, ლუგანსკი, დონეცკი და ასე შემდეგ და შემდეგ 2022-ში უკვე ეს ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე და უკრაინის წინააღმდეგ. შავი ზღვის უსაფრთხოებაზე თუ იყო საუბარი და ამ კონტექსტში თუ შეეხო მსჯელობა საქართველოსაც? სამწუხაროდ მინდა აღვნიშნო, რომ ესე ცალკე შავი ზღვის უსაფრთხოებაზე არ ყოფილა დისკუსიები, თუმცა ეს საკითხი იყო დასმული რამდენჯერმე სხვადასხვა ფორმატში, ასევე მე მქონდა შესაძლებლობა, რომ მესაუბრა ნატოს მარკ რუტეს მოადგილესთან, რომელთანაც მქონდა საუბარი ნატოს შავი ზღვის სტრატეგიაზე. მან აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს და სავარაუდოდ გამომდინარე იქიდან, რომ დღეს გვაქვს გარკვეული ცვლილებები იმ კუთხით, რომ ტრამპის ადმინისტრაციას აქვს ბევრად უფრო სხვანაირი მიდგომები მისი წინამორბედი ბაიდენის ადმინისტრაციისგან, ეს საკითხი უფრო პრიორიტეტული გახდება, თუმცა აქაც ჩემდა სამწუხაროდ დიდი, ასე ვთქვათ, კონკრეტიკა არ იყო, თუმცა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი მუდმივად იყო, ვთქვათ, ესეთი არაცენტრალური, თუმცა ასევე განხილვადი საკითხი უფრო დახურულ ფორმატებში, ვიდრე ვთქვათ ღია პანელური დისკუსიების დროს. ეს საკითხი იქნება და დარჩება ძალიან მნიშვნელოვან საკითხად, ვინაიდან, რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული შავი ზღვის უსაფრთხოებასთან და მე არ მგონია, რომ თუნდაც თქვათ იმ შემთხვევაში, რომ
ომი ჩვენ ვიხილოთ ომის დასასრული და გარკვეული შეთანხმება, რუსეთის ამბიციები რამენაირად შეიცვლება ან შემცირდება შავი ზღვის რეგიონში, შესაბამისად აუცილებლად ეს საკითხი დარჩება პრიორიტეტული კრემლისთვის და საჭიროა ჩემი აზრით, რომ ევროპელმა ლიდერებმა უფრო მეტი იფიქრონ იმაზე თუ როგორ შეიძლება შავი ზღვის უსაფრთხოება იყოს დადგეს გახდეს პრიორიტეტი. აი მანდ მინდა ერთი პატარა კითხვა დავსვა კიდევ ეს რახან ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესაც ესაუბრეთ ამ საკითხზე და ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყანა არის ხო შავ ზღვაზე წარმოდგენილი რჩება თუ არა ასე ვთქვათ ნატოსთვის კვლავ პრიორიტეტი შავი ზღვა და განიხილავს თუ არა ალიანსი მაგალითად რუსეთისთვის მართლა უკანა ეზოთ თუ უკანა ტბად შავ ზღვას აი ეს არ დამოკიდებულებაც განიხილავს. ხო ეს დამოკიდებულებაც საინტერესოა ასეთად არ განიხილავს ნამდვილად საუბრებში ყველა სხვათა შორის იანს სტოლტენბერგთანაც მქონდა შეხვედრა, სადაც უფრო მცირე დროით თუ და აქედან გამომდინარე არ იყოს შესაძლებლობა რომ უფრო დეტალებში ჩავსულიყავით, თუმცა არ განიხილავს ნამდვილად ასე, თუმცა ფაქტი რომ ზოგადად არ არსებობს სტრატეგიული ხედვა და სტრატეგია, შავი ზღვის სტრატეგია, რაზეც ძალიან დიდი ხანი მიდიოდა მსჯელობა, ვთქვათ, როგორც ნატოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენ ნახეთ გარკვეული პროცესი ამ კუთხით, რომელიც დაიწყო უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, მიუხედავად ამისა, ძალიან ნელი პროცესია ეს ყველაფერი და სამწუხაროდ მე ვფიქრობ, რომ საჭიროა ამ კუთხით ბევრად უფრო მეტი მუშაობა, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს აქვს სტრატეგიული ხედვა და მიდგომა და აუცილებელია რუსეთის შეკავებისთვის, რომ საპირწონეთ არსებობდეს დასავლეთის მხრიდან, განსაკუთრებით აქ ნატოზე ვაკეთებ აქცენტს და ნუ რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მნიშვნელოვანი აქტორია ამ კუთხით, არსებობდეს შესაბამისი სტრატეგიული ხედვა. სამწუხაროდ დღეს ეს ასეთი რამ არ არსებობს, თუმცა იმედია რომ ესეც იქნება ერთ-ერთი ის საკითხი, რასაც უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა, ვინაიდან უკრაინის საკითხი, როგორც აღნიშნე, არის პირდაპირ დაკავშირებული შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხთან და შავი ზღვის უსაფრთხოება კიდევ არ შეიძლება განვიხილოთ განცალკევებულად ევროპის უსაფრთხოებისგან. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი არის ერთმანეთზე მიბმული და აუცილებლად ის რაც ხდება შავ ზღვაში იქონიებს გრძელვადიან გავლენას ევროპულ უსაფრთხოებაზე და ეს გახდება ევროკავშირისთვის კიდევ ერთ-ერთი ისეთი საკითხი რაც შემდგომ უკვე შემდგომ ასე ვთქვათ როგორც აი ის ბევრი ისეთი საკითხი რაზეც დღეს იძახიან რომ კარგი იქნებოდა რომ ადრე დაგვეწყო ამაზე ფიქრი და მსჯელობა ესეც იქნება ერთ-ერთი ისეთი საკითხი რაზეც ალბათ შემდგომ გამოხატავენ საკედან გამომდინარე იმედია რომ ეს ასე არ მოხდება. და ერთი კითხვაც აუცილებლად მინდა დაგისვათ ჩინეთთან დაკავშირებით და ჩინეთის როლთან დაკავშირებით. შავ ზღვასთან დამოკიდებულებაში ერთი და მეორე მისი როლი თვითონ აი მაგალითად ევროპული უსაფრთხოების საკითხებში მისი როლი კი არა მისი ხედვა როგორი იყო თუ არა ამ საკითხზე მსჯელობა მიუნხენში საერთოდ ნაკლებად ვიტყოდი ასე ჩინეთის საკითხი ჩინეთზე როგორც ასეთი ჩინეთის როლზე ან ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებზე ან თუნდაც ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე არ ყოფილა პანელი მიუნხენში ეს საკითხები უფრო დახურული ფორმატების შეხვედრებში იყო წამოწეული ვთქვათ გარკვეული ექსპერტებისგან ვინც ამ მიმართულებით მუშაობს თუმცა ნაკლებად გაკეთდა რაიმე ოფიციალური განცხადება ან რაიმე ვთქვათ ესეთი უფრო ფართო მასშტაბიანი დისკუსიები აი ამ საკითხთან მიმართებაში. თუმცა რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ ვხედავთ უკვე რომ ჩინეთს აქვს გარკვეული ინტერესი შავი ზღვის რეგიონში,
უნდა შავი ზღვის რეგიონში ჩინეთი არ არის მთავარი მოთამაშე, ვინაიდან აქ რუსეთი და თურქეთი ძალიან დიდ როლს თამაშობენ და თქვათ მათ გარკვეულწილად ყოველთვის ჰქონდათ გადანაწილებული ეს თავიანთი გავლენები და ხშირად ეს მათი ინტერესები შავ ზღვაში მოდიოდა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. თუმცა ვხედავთ იგივე ვთქვათ ანაკლიის სპორტის შემთხვევაში ჩინეთი საკმაოდ მნიშვნელოვან განაცხადს გააკეთებს შავი ზღვის რეგიონში მის ინტერესებთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე ეს საკითხიც იქნება და არის უკვე დასავლეთის ინტერესის სფერო. ძალიან მნიშვნელოვანია ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში როგორ განვითარდება აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობები. აქაც თქვათ ჯერჯერობით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და აქედან გამომდინარე ალბათ ესეც არის ერთ-ერთი ის ფაქტორი, რატომაც ვთქვათ ეს საკითხი ჯერჯერობით არ იყო ერთ-ერთი ესეთი პრიორიტეტული განხილვადი საკითხი მიუნხენის კონფერენციაზე, ასევე უნდა აღვნიშნო, რომ არც JD Vance არ გაუკეთებია რაიმე განცხადება, ვთქვათ ამ კუთხით აშშ-ჩინეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით და ეს ტენდენცია იგრძნობოდა სხვა წარმომადგენლებშიც, ვინც აშშ-ს დელეგაციაში შედიოდნენ და ვისაც ჰქონდა რაიმე ტიპის საჯარო ან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე. ძალიან დიდი მადლობა ნათია სისკურია, უსაფრთხოების კვლევების რეგიონული ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გახდეთ ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა მას. მადლობა თქვენ, მადლობა.